ნუ ჩემი პირველი შეხვედრა ესეთი ძალიან სტუცნაური იყო იმ გაგებით რომ აკადემიაში სწავლობდი, მაშინ იყო მეორე კურსზე, გადავედით მე და ჩემი მეგობარი სოციალეთელი. საბჭოთა პერიოდია ხომ ასეა, სახარება არ იყიდება, ბიბლია არ არის. ნუ სადღაც ხომ უნდა წავიკითხო ეს ყველაფერი. მე და სოციალ ვფიქრობდი რა გავაკეთო და დღეს მოდის ჩემთან სოციალ აი აქ მოდის სწორედ აი ამ სივრცეში და მეუბნება რომ ახალი პატრიარქი მოვიდაო. კი ბატონო და რა და არაფერი უბრალოდ ნახეო მე და ძალიან მომწონდა გამაციკაცია. აი სიტყვა ეს არ გავსოს ხლებს. მოთხრობა წავიდეთ. მართაც საღამოს მართაც თუ ჩავედით, მანდაც მახსოვს შაბათი იყო. ჩავედით და მართაც ნახეთ რომ ეს სიონში რომელიც სუსხანაირი იყო, ძალიან ცოტა ხალხი იყო სხვათა შორის, ძირითადად ხანდაზმული ადამიანები იყრიბებოდნენ და ჩვენ გამოშვით რაღაცა თეთრი სხვანაირად ჩანდით ეთყობა, იმიტომ რომ აკადემიის სტუდენტები მაინც სხვანაირები ვიყავით, რამე ჩაცმულობის შესაძლებლობით კი არა, აი ქცევით ვიყავით ეთყობა სხვანაირები. ხო და შეგვამჩნია, ნამდვილად ვიგრძელი რომ შეგვამჩნია. ნუ კიდევ რაღაცა, მაგრამ მე ძალიან მომეწონა თვითონ როგორ იღიმის ერთი ლამაზია, თვალის სვავს და თვალი ჭამს. აი პირდაპირ 44 წლის იყო მაშინ, ამდენადაც მე შემიძლია დაც მახსოვს. ხო და ნუ რომ შევხედე ამას რაღაცა თან რაღაცა შეკითხები მქონდა ისედაც და ვიფიქრე ეს რიტუალში ისეთი რამეა და რიტუალი საერთოდ თვითონ მე მივხვდი ეს რიტუალი კი არა, არამედ ლიტურგია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ვიფიქრე მოდი დავაკვირდები ამას, იმიტომ რაღაც მომენტები დავინახე რომ მხატვრობაში მე აისახება, რომელიც მე ასე მიყვარს, ხო? მხატვრობის თვალსაზრისით უყურებდი. მეორე ჩავედით, მე-13, მე-4 და უკვე შეგვამჩნია. შეგვამჩნია და გაგვიყიმა და აი პირდაპირ გაგებით კონტაქტში შემოვიდა და ერთ დღეს ასე იგი დავინახე რომ მოვიდა იქ იყო ასეთი ადამიანი, პოლიტიკოსი იყო მერე და ძალიან საინტერესო ახალგაზრდა კაცი იყო. ესე იგი ზურა ჭამჭავაძე, ის მოვიდა სწრაფად, ფილოსოფიური ის ქონდა რა ქვია, ხედიდან მე ჩვენ დაგველაპარაკა, ვიცნობდი თბილისიდან. შეაჭრა პირდაპირ საკურთხეველში, წამოიდგინა სიონი, საკურთხეველში ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო და რამდენიმე წუთში ვხედავთ რომ სტიქარით გამოვიდა დგას. ნუ მანაც რიტუალი რა თქმა უნდა არ იცოდა და მეორე შეხვედრის დროს ჩვენს გაგვიშთა სრული რომ სტიქარი გვენახა რა არის, შიგნით რა ხდება ეს რიტუალი რა არის და თვითონ დაგვიძახა სხვათა შორის. ყოველ შემთხვევაში მეც და სოსაც ერთად აღმოჩნდეთ საკურთხეველში და ჩაგვეცო სტიქარი. აი პირდაპირ ხო კიდეთ ბიჭები ხوار ჩაისვეს სტიქარს. საჩუქარი და ხოლო იმავე დღეს ასე რაღაცა მითხრა სხვათა შორის საღამოს. ვიცი რომ სახარების წაკითხვა გინდა. აი ესე თვისება ქონდა ამ ადამიანს რა. ინფორმაცია თქო გავიდა ბიჭებს უთხარი ვიღაცას თუ რაღაცა მსგავსი. ხო და ვიცი რომ სახარების წაკითხვა გინდა და სახარება იცოდე რომ მოდი რიტუალის შემდეგ, აი თვითონ საღამოს შემდეგ, საღამოს ლოცვა, ესე შაბათის ლოცვა და მოგცემ ბიბლიას მითხრა. გამაოგნებელი იყო ჩემთვის, მართლაც იქვე იყო თვითონ სიონის ეზოში იყო საპატრიარქო, შევედი, თვითონ უკვე შედავით სუბუქად ეცვა, თავის კაბინეტში მიმიღო, ხო და მაჩუქა ბიბლია. დამიძახა ერთ დღეს და მეუბნება რომ ქართული ჯვრების ჩამოსხმამდე დავიწყოთ. არის თქვენ ვერ წარმოიდგენთ თბილისში საქართველოს ეკლესიაში იყიდებოდა რუსული ჯვრები. აი ეს ჩვეულებრივი მარტივი საანთლავი ჯვრებია და ლაპარაკი რომ ქართული ჯვრები ყოფილიყო. და მან თვითონ მითხრა პირადად და ლაპარაკი იყო ეგრეთ წოდებულ ბოლნურ ჯვარზე. ბოლნური ჯვარი ეს წრეში რო არის შეხოთული ფენომენალური რაღაცა და პირდაპირ ყველაფერი უნდა ჩანაცვლებულიყო. თან ეს თამამი ნაბიჯი იყო მეგობრებო. ეს არის მარტივი რაღაცა. ძალიან საინტერესო მომენტი აქ ას მოგიყვებით. თუ აღარა ვარ ეკლესიაში, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და მუშაობ. და ერთ დღეს გადაწყდა რომ მე მივიდივარ 3 თუ 4 თვით პარიზში სამუშაოდ, ესე იგი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, მაგრამ მომენტს ასე პერესტროიკის გვიანი პერიოდია, უკვე ლიბერალური მომენტები დაწყებულია და მომენტს ასე შეიძლება რაღაც კონტრაქტის მიხედვით ვიყო ქალაქში, ქალაქის ცენტრში სიტედის არის ასეთი ადგილი, სადაც სახელოსნო დამითმეს. ხო და საიდანაც გაიგო მას. და დამიფარა. თხოვა რომ ესოლიყავი საპატრიარქო. ჯერ კიდევ საპატრიარქო სიონის ეზოში იყო. მივედი და შევედი. და მეკითხები, მოგიყვება რომ მოვედი და ვი კარგია გიორგი რომ მოხვედი, ასე მომართავ და გიორგი რა კარგია რომ მოხვედი. ხო და მე მინდოდა რაღაცა შენთვის დამებარებინა მეუბნება. ბატონო მზათა ვარ, რა ვიცი, რა შემიძლია გავაკეთო. მოვიდა რაღაცა გამოაყო ასე საწერი მაგერის უჯრა და პაკეტს მაძლევს. ხედავ რომ ფულია. იცის რომ ჯიბე გაფხერგილი არაფერი არ მაქვს. ხო და მეთქი რას დაპარაკოთ, უთმინდა ამას როგორ ავიღებ? და დავიფა ხელები ავწერ.
ეხლა ნუ იბранჭები, ითხრა. ნუ იბранჭები, ჩამწია ეხლა რას ისა იბранჭები ხელები. აი კუცდაური უნარი ქონდა, აბა ეხლა ნუ იბранჭები. ხო და ჩავიდა ჯიბეში ფული. რო გამოვედი, გავქო, ეს რა გააკეთა კაცო. სამჯერ მაქვს ნათქვამი ეკლესიის მოხატვაზე უარი. და თuliდი რომ ეს ჩემი საქმე არ არის, იმიტომ რომ მე თავისუფალი შემოქმედებითი პროცესი უფრო მაღელობს, ვიდრე იკონოგრაფიულ წესრიგში და დოგმებში ეს არის დოგმატური ხელოვნება, ეს რაც არის რეალურად ეს არის თეოლოგია თავისი არსით. ხო და ნუ მეუნება ერთხელ შემოთავაზე ერთი თქვა რაბათში, თქვა ახალციხეში, ერთხელ კიდევ რა ნაძალადების თეატრი ადრე აბანდონო იყო და მე რომ გახდა ეკლესია და ხა ცნობილი ეკლესია ხო იქაც და უარს ამბობ რა, სულ გავუთავებთ ამბობ უარს და რატომ უარს მეუნება? და მე მეუნები რომ მზად არა ვარ ასეთი ყალბი მოგრძალება, აი ნამდვილად ყალბი მოგრძალება და მაგას ხო ვერ მოატყუებდი და შენ როგორი დიდი წარმოდგენები ქონია შენს თავზე გიორგი მეუნება. გავშრე ხო მე პირიქით ეგონა და რატომ მეთქი და რომ გონია რომ ოდესმე მზად იქნები. აი სხვა რამე არა ესე იგი რომ ოდესმე მზად იქნები ეს პირდაპირ აქ უკვე თეოლოგიური მომენტია რომ ეს მადლით უნდა მოგეცეს ამის გაკეთება. აი ეს მითხრა ფაქტიურად ისტორიას დახანება უნდა უყვარს რომ მისცე ისტორიას რაღაცები და დაიწვიტოს ვიღაცა ნაწყენია ვიღაცა უკმაყოფილოა ვიღაცა აღტაცებულია ვიღაცა ფანატიკურად შეყვარებულია მაგრამ ამას ყველაფერს დრო დაამშვიდებს და დრო მოიტანს უბრალოდ ეს ადამიანი არ არის ჩვეულებრივი მოვლენა კიდევ ერთხელ ამბობ ეს არის ქარიზმატული დიდი პერსონა რომელმაც 50 წლიანი ეპოპეა გაიარა ჩვენთან ერთად